და ზოგადად მითის ენა როგორია, ხო? გაქვს ფორმა და ამ ფორმას კონკრეტული შინაარსით ტვირთ. მე ეს ფორმა შეგიძლია წაიღო და შინაარსი სხვა მისცე, ხო? ის გამოაცვალო და რაღაცა ახალი დატვირთო. ასე იწყებენ მაგალითად ილია ჭავჭავაძის სახიხატის შექმნას 30-იანებში, რომ ესა რა ქვია, ილია ჭავჭავაძე იყო ანტიიმპერიალისტი, ბოლშევიკები არიან ანტიიმპერიალისტები, ილია იყო ბოლშევიკი. ხო, ან უმარტივესი ბმა არის, ხო? და არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, ყველა ქვეყანაში, ანუ ესეთ ფიგურებს ასე აკეთებენ, ხო, რომ შექმნა ეს რაღაცა ახალი იდენტობა და ამ შემთხვევაშიც, ანუ ზუსტად სურამის ციხე აიღე, დატოვე სიტყვები ყველაფერი და ინტერპრეტაცია შინაარსს შეუცვალე, ბაშიაჩუკი აიღე, ასიამოვნე, გული მოფხანე, ამღერე, რამადლიანად ანათებს ეს ჩემი ხო სამშობლოს მზე და საერთოდ უცვლი იმას რა ქვია ინტერპრეტაციას, ემოციას, შეგრძნებას იმპოტენტად აქცევ რა.